მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი გახსნა, დიდი ხანი არ გამიკეთებია. ანუ თქვენი სურვილის ასრულებაზე. თქვენი ოცნების ასრულება, სურვილი კი არა, ოცნებაზე ვისაუბრებ დღეს. და მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ, აქ მოკლე გაშლა გვაქვს ჩვენ. იცით თქვენ გრძელი გაშლები იქით აკაუნტზე არის, იქით. ვნახოთ ახლა ჩვენ საერთოდ ლინკი ვიდეოს ქვეშ არის, ვინც პირველად ხართ ამ არხზე, მე მქვია ვალენტინა ბარბაკაძე. მოგესალმებით სტუმრებს ცალკე. სხვათაშორის გამოიწერეთ არხები, იმიტომ რომ მე მწერთ, ვაიმე სად დაიკარგეთ, სად იყავით, მე აქა ვარ, მაგრამ თქვენ არ მოგდეთ შეტყობინება, იმიტომ რომ არ აქვს გამოწერილი გვერდი და ამიტომ იკარგებით. ვნახოთ ახლა ჩვენ პრინციპში თქვენ ოცნებაზე, როგორ თქვათ, იცით, აი პირველი კითხვა ისეთი მინდა დავსვა, ნამდვილად საჭირო თუ არა, რომ ეს ოცნება ასრულდეს, აი ესე რაღაცნაირად მინდა დავსვა კითხვა. რა შეიძლება უშლის ხელს, თქვათ, იმისთვის, რომ თქვენი ოცნება ასრულდეს, ხო? რა დაგეხმარებათ, ან ვინ დაგეხმარებათ შეიძლება იყოს, თქვენი პირველი ნაბიჯი რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი სურვილი ასრულდეს და ნახოთ შედეგი რა იქნება. პერიოდი თქვენ თვითონ აიღეთ, როგორი გინდა თქვენ ახლა ყოველს თავისი ოცნება, თქვენ იცით ახლა ზოგისთვის შეიძლება ხვალისთვის, ზოგის შეიძლება 1 წელი აიღეთ მაქსიმუმ რა. შედეგი. ვნახოთ ახლა ჩვენ პრინციპში აქ ძალიანაც კი, აი მაჩვენებენ, რომ თქვენ სამყაროს შეიძლება ელაპარაკებით, შეიძლება სთხოვთ სამყაროს, რომ მინდა ეს ჩემი ოცნება, უკვე აი ღმერთს ეხვეწებით, ნახეთ აქ შეიძლება ზოგი ლოცულობს რა, რომ აი ძალიან მჭირდება, ძალიან მინდა. მოდით ახლა ჩვენ ახლა აქ მე ბოლოში რო არ ჩავიდე, ახლა კი. გინდა იცით აქ დარწმუნებული ხართ, მაგრამ აი მაინც ნახოთ ახლა რას მაჩვენებს. მე ახლა კი, აქ თქვენ ნამდვილად სერიოზულად ფიქრობთ, ოცნება, ნახეთ თვით ოცნება, თქვით გამოვიდა ვარსკვლავის არკანი. კი, ნამდვილად ხართ მზად იმისათვის, რომ მიიღოთ ეს ოცნება, ნამდვილად შეიძლება ზოგი აი მე რო გეუბნებოდეთ თქვენ ადრე, აქ არა მე მგონი იმ არხზე გეუბნებოდეთ, აი ზუსტად იმაზე, რომ მადლიერების დაწერეთ დღიური გქონდეთ რა, სადაც შეგიძლიათ თქვენ დაწეროთ თქვენი ოცნება, მაგრამ ოცნებას წერთ ჩვენ იმ სახით, რომ უკვე მადლობას ვუხდით, იმიტომ რომ ოცნება რადგან შენ ეს ჩაგესახა, ესე იგი ეს უკვე ის, რაც უნდა მოვიდეს შენ ცხოვრებაში, აუცილებლად უნდა მოვიდეს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ შენ მიიღებ თუ არა. ამიტომ ძალიან კარგია აი ესეთი ლოცვა არის, ანუ ვიღებ თანახმავარ, მადლიერი ვარ. ანუ, ესე იგი, ვიღებ მე იმას, რაც მომივიდა, რა, ესე იგი, ანუ სამყარომ გამომიგზავნა ეს ოცნება, იმიტომ რომ ჩვენ ხო, აი სუმაგის მაგალითი მაქვს, ბინაზე, ყველას შეიძლება უნდოდეს ვიღაც, ბინა, მაგრამ ზოგს უნდა თქვა დუპლექსი, ზოგს უნდა ერთოთახიანი, ზოგს სამოთახიანი, ზოგს თქვათ როგორი თქვათ ინტერიერის ისეთი უნდა, ზოგს ისეთი, მაგრამ ეს უბრალოდ ჩვენი შინაგანი არის, რომ თქვათ სურვილი რა, ანუ მაგა ეს მოგცეს ჩვენ ეს სურვილი, ხო, აი თქვათ მეტი არ მინდა დაუშვას, ან პირიქით, აი ასე დიდი მინდა რაღაცა სახლი, ხო? ანუ საცხოვრებელი რაღაცა ადგილი, ასე რომ თქვა და ხო და ზოგს 100 წელი არ მოუვა ის, რაც თქვათ თქვენ მეგობარ სიტყვაზე მოუვიდა რა, თავში აი ეს სურვილი. ამიტომ ესე იგი ეს არის თქვენი. ამიტომ ვამბობ მადლობას იმისთვის, რომ თქვათ მე ეს მივიღებ, მე მადლიერი ვარ, მე ამას ვიღებ, მე თანახმავარ. აი ეს არის ეგეთი მოკლე ლოცვა, რომელიც დაგეხმარებათ ძალიან. რა გიშლით ხელს იმისათვის, რომ თქვენ ეს რა გიშლით ხელს პრინციპში აქ ახლა რო გითხრათ, რომ რაღაცა გიშლით ხელს, შეიძლება ზოგს რა აქ იცით, აი არ მჯერა დაუშვათ, ხო? ან დაუშვათ ჯერ კიდე კი მიხარია, მაგრამ მაინც ჯერჯერობით შეიძლება ფიქრობთ, რომ რა ვიცი მე ახლა მეყოფა თუ არა ფული, მექნება თუ არა, შემისრულდება თუ არა. ანუ
კი მინდა, კი, მაგრამ აი ბოლომდე არ ახარ თქვენ აქ დაუშვათ დარწმუნებული, რომ ანუ შევძლებ, გამომივა, არის თუ არა ეს ჩემთვის, მომიტანს თუ არა ეს რამეს კარგს, ხო? აი ეგეთი რამე რა. შეიძლება აი ზუსტად ეს მომენტი, რომ თქვენ ფიქრობთ, რომ მომეცემა, დამეხმარება თუ არა ვინმე, ან შევძლებ, აი ეგეთი რაღაც რა. შეიძლება აქ არის ეს მომენტი და ამიტომ თქვენ, დაუშვათ ხა, მაგიტომ ნერვიულობთ რა. და აი ეს გიშლით ხელს, მართლა ძალიან გიშლით. აი ეს ფიქრები უნდა ამოაგდოთ თავიდან. თქვენ აუცილებლად, იმიტომ რომ აქ უნდა გჯეროდეთ იმის, რომ კიდევაც შეძლებთ, კიდევაც მაღალი ძალები თქვენს გვერდით არის, იმიტომ რომ აქ ეგრევე გვაჩვენეს, რომ უკვე თქვენი სურვილი იქით არის უკვე შესმენელი, უკვე იციან, რომ თქვენ ეს ნამდვილად გინდა, ამიტომ თქვენ უნდა დაიჯეროთ, რომ ყველაფერსაც შეძლებთ, ფულიც გეყოფათ და მაღალი ძალებიც დაგეხმარება თქვენ. ნახოთ ახლა ჩვენ აი რა დაგეხმარებათ და ზუსტად ის მომენტი, რომ თქვენ აი ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ, რა თქმა უნდა, ამ თქვენ ოცნებაზე, იმიტომ რომ ოცნება არ არის ახლა მარტო ვიჯდე სახში და ვიოცნებო, იმისთვის რომ რაღაცა თქვათ, ეს სურვილი რო ასრულდეს, რაღაცა უნდა გავაკეთოთ კიდევაც, ხო, ხოთშო ძალიან მაგარია მედიტაციები, ძალიან დაგეხმარებათ, რომ იცოდეთ, ჩვენთან კლუბში არის ძალიან ბევრი მედიტაციები Telegram არხზე. კი ბატონო, აი თქვი და კიდევაც ამოვიდა. მედიტაციები თქვენი უნდა გჯეროდეთ სამყაროსი, რომ თქვენ შეძლებთ რა, რომ აი ზუსტად ეს მომენტი, რომ თქვათ სამყაროს ელაპარაკოთ, თუნდაც რაც თქვი დაწეროთ ეს წერილებიც, ესე ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. კი, უნდა გინდოდეთ, უნდა გჯეროდეთ, არ უნდა გიშინოდეთ სირთულეების. აქ თქვენ თვითონ შეგიძლიათ დაეხმაროთ და უნდა გჯეროდეთ იმისი, რომ მე შევძლებ. ეს არ არის ჩემთვის რთული, მე შევძლებ, სამყარო ჩემს გვერდით არის, ღმერთი, მაღალი ძალები, როგორც გინდა და აი ეს გაუშვით ამ სამყაროში, აი ეს ემოცია, რომ კი ნამდვილად აი შედეთ იმ სახში, იცხოვრეთ თქვათ, ეხლა მე მაგალითი მაქვს, ხო? ანუ როგორ დავდივარ მე იმ სახში, სად რა მიდგია, რისთვის მინდა ეს ოთახი, თქვათ, ან ეს სივრცე, ან ის რას ვაკეთებ, თქვათ, ან იმ სამზარეულოში როგორ სვამ, თქვათ, ყავას, ან საჭმელებს ვაკეთებ, ვინ მოდის სტუმრად. აი ეს ყველაფერი კარგად შედით იქ და ეს ემოცია გამოუშვით იმისი, როგორ გრძნობთ თქვენ თავს იქ, სადაც აი რაზეც თქვენ ოცნებობთ. მიხვდით? აქ მთავარი ემოცია გაუშვათ რა. იმიტომ რომ სამყარო ჩვენ სიტყვებს ვერ კითხულობთ, ის ხედავს ვიბრაციებს. ვიბრაცია ეს არის ის, რასაც მე ამ წუთში ვგრძნობ, მაგრამ ის მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელია, რომ შენ თუ დაუშვათ, თქვათ, ახლა წერ შენ ოცნება სიტყვაზე და აი იმ დროს ახლა ხარ აფრთხოვანებული, რომ კი ეს ყველაფერი იქნება ეს, მაგრამ მე მთელი დღე არა. რაღაც კი ვოცნებობ, მაგრამ რაღაცა რთულია ჩემთვის ეს. არაფერი არ მოხდება. მიხვდეთ? აფრთხოვანებული. ანუ მე მჯერა, მე ვიცი, მე უკვე იქა ვარ. აი, სადმე წასვლა გინდა და რა აქვს მნიშვნელობა ოცნებას. და რა ნაბიჯი უნდა გააკეთოთ? პირველი ნაბიჯი, აი რაც გითხარით, ისე ემოცია. უნდა გჯეროდეთ, უნდა გიყვარდეთ. ეს თქვენი ემოცია, უნდა გიყვარდეთ ეს ემოცია და უნდა გჯეროდეთ, რომ აუცილებლად რაც მე ჩავიფიქრე, ის აუცილებლად ამისრულდება. მიხვდეთ? შეყვარებული უნდა იყოთ თქვენს ემოციაზე. და კარგი განწყობა უნდა გქონდეთ. ანუ ამ ემოციასთან უნდა ცხოვრობდეთ, ანუ ემოციასთან მეთქია, ამ ოცნებასთან უნდა ცხოვრობდეთ, უნდა აი როგორც შეყვარებულის რო აძლევ შენ სითბოს, სიხარს და იცოდე, რომ ეს აუცილებლად შემოვა ჩემ ცხოვრებაში. და შედეგიც როგორი არის აქა, რომ თქვენ აუცილებლად გაივლით ამ რაღაცა ეტაპებს, მაგრამ ის რაც თქვენ ჩაიფიქრეთ, აი ნახოთ ახლა, აქ კიდევ მითხარით ახლა შედეგი. რა შედეგს მიიღებ? აქ ყველაფერს გავუმკლავდებთ, კი. კი, აქ ასრულება. აქ 1000%-იანი ასრულება არის რა.
ძალიან გაგეხარდება, ძალიან კმაყოფილი იქნებით, იმიტომ რომ თქვენ აქ ხო გეუბნებით ის რაც თქვენ დავუშვათ ამ ოცნებამდე გაივლით, აი ეს თუ გაითვალისწინებთ, რაც მე თქვენ გითხარით, თქვენ ნამდვილად იქნებით ძალიან კმაყოფილი და ძალიან ბედნიერი. აგერ არის მზის არკანი და ამიტომ გაითვალისწინეთ ის, რაც მე თქვენ ახლა გითხარით დღეს და აუცილებლად თქვენი ოცნება ასრულდება. კი, აი გიყვარდეთ და იმოქმედეთ აუცილებლად და ყველაფერი ასრულდება. არ გქონდეთ არანაირი ეჭვი, არავის არ უსმინოთ. თუ ვინმეს ეჭვი აქვს, არავის არ უსმინოთ, არავითარ შემთხვევაში. გადაწყვეტილება მიიღეთ და ამ გადაწყვეტილებით იყავით. დაიჯერეთ, რომ ამ მაღალი ძალები უკვე ყველანაირად შეგიწყობენ ხელს, გამოგიგზავნიან საჭირო ადამიანებს იმისათვის, რომ თქვათ ეს ასრულდეს, ხო? და ნამდვილად, კი, უნდა გჯეროდეთ, რა თქმა უნდა, რაც საჭირო იქნება, ქმედება, ყველაფერი გააკეთეთ მაგისტრის და სურვილი აუცილებლად აგისრულდებათ.